შეერთებული შტატებიდან ჩავთავთ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ სამხედრო დიპლომატს ბატონ დავით მურღულიას. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში დავიწყებს საუბარს ბატონ ვალერი ჩეჩელაშვილთან. გავაანალიზებთ არა მარტო მოლდოვას შედეგებს, არამედ იმ წინაპირობებს, რომელიც ამ მართლა ჩემი აზრით ისტორიულ გამარჯვებას უკავშირდება ევროპის, დასავლეთის, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთთან დაპირისპირებისა, არამედ კიდევ უფრო დიდ კონტექსტსაც შევეხებით. ბატონი დავითი მურღულია არის კავშირზე, მივესალმები მას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა შეერთებულ შტატებში, უცხოეთში ყოფი ჩვენი ემიგრანტი, ვეტერანების მიმართვა, თავიანთი კოლეგებისადმი, საქართველოში მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისადმი. ბატონ დავითს მინდა ვკითხო ის პათოსი, ის მიზანი, რომელიც ჰქონდა ამ მიმართვას 4 ოქტომბერთან მიმართებაში ამ დღის მოახლოებასთან ერთად აქტუალობას კიდევ უფრო მეტად იძენს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებული ადამიანები თუნდაც შეერთებულ შტატებში შეგრებილიყავი და ეს მიმართვა საქართველოსთვის გამოგეგზავნათ და რისი იმედი გაქვთ, რა მიზანი აქვს ამას? თავშეყრის გამარჯვებათ მოგესალმებით პირებში, მივესალმები მაყურებელს. იცით რა, ის რაც ხდება საქართველოში, არ შეიძლება ადამიანი სამშობლოსთან მოწყვეტილი მაინც აგზნოდეს კავშირს სამშობლოსთან და მით უმეტეს ადამიანები, რომლებმაც სულ ახლახანს 10, 15, 20 წლის წინ ფიცი დადეს სამშობლოს ერთგულების შესახებ, მათ არ ტყიოდეთ პროცესები, რაც ხდება მის ქვეყანაში და როგორ ვითარდება მოვლენები. მე ფიზიკურად არ გახდით სამწუხაროდ მიზეზების გამო შეხვედრაზე, მაგრამ მე ჩემი მეგობრების პათოსს უერთდები და ჩვენ ხვდებით ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ სამხედრო თვალსაზრისით და სამხედრო ჭრილში პირველ რიგში. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს არის ჰიბრიდულ ომში. აქ არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკურ ცხოვრებას. ერთთან ომში ვართ ჩართულები. კანონმდებლობითაც ესე ვართ. საქართველოში ოკუპაციის კანონი ჯერ საბედნიეროდ არავის შეუძლია და ვერ მოახერხეს და ჩვენ ზავის ხელშეკრულება არ აქვს. ესე იგი ჩვენ ვართ ომში და დღეს მიდის ჰიბრიდული ომი. სწორედ ეს იყო მოწოდების პათოსი, რომ ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში და აპროტესტებს ამდენი ხანია ქვეყნის კურსის ცვლას და ოკუპანტთან თავრობის კოჰაბიტაციას და ვიშის თავრობის მსგავს თავრობად ჩამოყალიბებას, მათ ჭირდება მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა არის სამხედროები და პოლიციელები და სახელმწიფო მოხელეები, ვისაც სამხედრო ფიცი აქვს დადებული, სადაც პირდაპირ ტექსტი ამბობს, რომ ხალხის წინაშე არიან ისინი პასუხისმგებლები თავის ფიცის დარღვევის ბატონ დავით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, რის გამოც დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი ქართველი თავისი ქვეყნის პრობლემებს უნდა ეხმიანებოდეს. თუმცა ჩვენ შიდა პოლიტიკაზე, აი ამ ჰიბრიდული ომის ნარატივებმა სერიოზული ასახვა პოვა. დღესაც საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც დააბნია ამ ნარატივმა, რაც უკავშირდება ომსა და მშვიდობას შორის აი ამ ყალბი დილემის შემოტანას. ცნობილი გამონათქვამია, რომელსაც ბავშვები გვასწავლიდნენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა ემზადო ომისთვის. საქართველოში ეს ოცნების მთავრობამ ეს ფორმულა შეცვალა იმ მხრივ, რომ თუ გინდა მშვიდობა, დანებდი მტერს. ანუ კაპიტულირდი არასწორი სიტყვა, არამედ კაპიტულაცია განახორციელე, ხო? თქვენ ახლა სამხედრო პირი ხართ, ყოველ შემთხვევაში სამხედრო თავდაცვის, საგარეო დაზვერვის სამსახურებში ნამუშევარი ადამიანი ხართ და იცით კარგად მშვიდობის ფასი. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აი გულწრფელად, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, არ უნდა რომ მის ქვეყანაში ომი იყოს და რა საფრთხეს უქადის დღევანდელი რეჟიმის პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებას, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. მადლობთ, იცით, არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ მშვიდობა გვინდას კონტექსტში ადამიანის ცხოვრება და არსებობა. არ შეიძლება საზოგადოება ცხოვრობდეს, ან ერი ცხოვრობდეს ასე, რომ მარტო მშვიდობა მაინტერესებს და მეტი არაფერი.
როდესაც დინამიკა არსებობს, პოლიტიკური ძვრებია, ტექტონული ძვრებია შენს გარშემო, ფართოვდება სხვა სახელმწიფოები, იმპერიები, ყოველთვის ხდება ინტერესთა კვეთა და შენი საკადრისი პასუხი უნდა გასცე, რომ შენი მოყვასი, შენი მიწა-წყალი, შენი ოჯახი თუ შენი კარმიდამო დაიცვა. ასე რომ ამ კონტექსტში ამის გადატანა არ შეიძლება. ნარატივი ის რაც აქვს ოცნებას, აქვს ვიშის თავრობას კვანია გახდნენ თავიდან ბოლომდე აქვს ერთი ომი გინდათ შეშინება მეორე ნარატივი აქვს რომ ნაცი მოვა და მესამე ნარატივი გაგვაცისფერებენ აი ამ სამ ნარატივზე დგას ეხლა ის პროპაგანდის მანქანა რომელიც ერთნაირად იყენებს აი ერთი ზომით შეიძლება გაიზომოს ერთნაირი ზომებით იყენებს დაახლოებით ამ სამ ნარატივს რა და ხალხი დაბნეულია თქვენ ამბობთ მაგრამ არ არის დაბნეული ადამიანი ვინც გრძნობს და ვისაც გაცნობიერებული აქვს ქართველი რომელსაც გაცნობიერებული აქვს უпростоრედ რომ ქვეყანა არის ოკუპირებული და ზავი არ არსებობს რუსეთთან და ყოველ დღე მოცოცავს და მოღოღავს ეს პირობითი საზღვარი ხდება ადამიანების გატაცება ის სასაზღვრო ზოლი ამას ხო არ ქვია მოდის და იპყრობს გაუჩერებლად გაუნელებლად 2008 წლის შემდეგ გაუნელებლად მოცოცავს ის პირობითად ჩეხების ხაზი რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დადგა ამიტომ ჩვენ ომში ვართ და დღეს ამ ომის ყველაზე დიდი გამოძახილი არის ის გულისკივილი და ის გულისცემა ქართველი ახალგაზრდობისა და პროტესტის მონაწილე საზოგადოებისა რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია ძლებს და ისინი მზად არიან სამშობლოსთვის იბრძოლონ და 4 ოქტომბერი სწორედ ეს არის ვინ თქვა თარიღი ვინ დაასახელა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს არ მეპიტრავება ეს ეგრეთ წოდებული ბარიერ გადალახული 4-ეული თავიდან ბოლომდე აქედან ვეხმაურებით ჩემს წინ მოსაუბრესაც თუ გნებავთ აი ისინი არ არიან ჩემთვის მაგრამ და ჩემი მეგობრებისთვის საზომრი მათ დაუშვეს თავის შეცდომა 26 საპარლამენტო არჩევნების წინ არ შედგა მათი ერთობა და ეხლა რაღაც მემორანდუმებზე ლაპარაკობენ. მორჩა მაგათმა პოლიტიკურად თავი მოიკლეს. და დღეს ბავშვები გადიან ბრძოლისველზე. თარიღი ითქვა მიიღო. მუხტი აიღო პროტესტმა და გადიან ბრძოლისველზე და ჩვენ როგორც ფარი და როგორც თუკი ვინმე თulis რომ რუსეთი ოკუპანტია თუკი ვინმე თulis რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია თუკი ვინმე გულის სიღრმეში სადღაც თulis რომ საქართველოს მთავრობა მიგვაქანებს რუსეთისკენ იმან პოლიტიკური გემოვნებისა, აღსარებლობისა, ასაკისა და სქესისა და ყველანაირი ორიენტაციის მიუხედავად უნდა დაირაზმოს და პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს 4-ში უნდა დაუდგეს გვერდით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, მადლობა. დაგემშვიდობებით